ამბობენ რომ დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმინდა გიორგი იყო. ქართველთა რწმენის თანახმად სახელოვან მეფეს წინ ცხადად მიუძღოდა წმინდა გიორგი, რომელიც მუსრავდა ზედამოსულ მტერს. ამ სასწაულს ყველა ხედავდა, თვით ურჯულონიც კი გაოცებულნი ყვებოდნენ თუ როგორ მოსცრა ციხიდან ჩამოსულმა თეთრ ცხენზე მჯდომმა წმინდა რაინდმა არაბეთის სახელოვანი მებრძოლნი იგულისხმება ცხადია თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი და არაბეთის სახელოვანი მებრძოლნი ეს ვკითხულობთ ამას ნიუპრეს წერტილში და სახელოვანი მებრძოლნი და როგორ მარჯვეর განდევნა ურიცხვი მტერი. დავითი ღმად მოწმული იყო და ღმერთიც არტოვებდა მას. ბრძოლის წინ მეფემ ჯარს მიმართა აჰამეო მარო ქრისტესანო და ასე შემდეგ. სხვა წყაროები ჰქვია, მაგალითად ესეთი საიტი ჩადუნელი ჯი, წმინდა გიორგი, წმინდა დიდმოწამე გიორგი და საქართველო, იგივე გეორგი. და დიდგორი ცნობილი ომის დროს მუსლიმთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგი გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინ უძღოდა ქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან კრთოდა ამ სიხილველით სპარსთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს ქართველთა ჯარს წინ ასევე ხილულად მიუძღოდა ცხედარზე ამხედრებული წმინდა გიორგი ცხენსა ზედა სპეტაქსა ელვის სახით მომსრბოლი წინამძღოლად მათდა. დასავლეთ საქართველოს საბრძოლო მატიანიდან ცნობილია შემდეგი ფაქტი. ერთ-ერთ შეტაკებაში უკან დახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვედრიათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი საბრძოლოდ იქ, სადაც საომარ ველზე ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის მითები, ტყუილები, ასე გეტყვით, თუ გნებავთ. მიწყენთ ზოგი თქვენგანი რასაგვირველია, მაგრამ მაინც. ასევე მითია ის, რომ 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს ვკითხულობ, არ ვიგონებ ამას, არ ვაჭარმებ. ამგვარი საიტებიც არსებობს და ამგვარ საიტებზე ეს ინფორმაციაც არსებობს, მაგრამ ეს ისეთი მითებია, რომლებიცაც ხალხს სჯერა ერთის მხრივ და მოდი თუ ნებას მომცემთ, ვიტყვი რომ დიდად უწყინარი მითებია, ხო, ანუ არაფერს არ გვგნებს არსებითად, თორე ამა ხა რო ჩაეკირკიტო და ბოლომდე გამოიკვლიო ამ მითების წარმომავლობაც და მე როგორ ინტერპრეტაციები ამ მითებისა, ხო, იქნება და სხვა რაღაცებიც კი მიაგნო, სხვა რაღაცებიც კი გახვიდე, მაგრამ მაინც არაფერს არ გვიქვს. ყველა ერში არ ვიცი ამდე ათასია, მაგრამ ბევრ სახელმწიფოში და ბევრ ქვეყანაში და ბევრ ერში, ბევრ საზოგადოებაში ამგვარი მითები არის. ბრიტანელებს აქვთ საოცარი მითები. შვედებს და ფინელებს, ნორვეგიელებს აქვთ. სადაც ბერძნებს აქვთ მითები. იმათ აქვთ რუმინელებს აქვთ ბევრი მითი, ესპანელებს აქვთ მითები და ასე შემდეგ სხვადასხვა ნაირი, სხვადასხვა მათ შორის გაგიკვირდება და არ გაგიკვირდება დარწმუნებული ვარ ცალკეული წმინდანების ესპანეთში მაგალითად ქრისტიანი მოწამეების ომებში მონაწილეობის თაობაზე და ამათი წმინდანების მხრიდან მათი შეწევნის ხო დახმარების თაობაზე ბიზანტიელებს კი არა დღევანდელი იტალიელებს ასე ვიტყვი აქვთ ამგვარი მითები და ასე შემდეგ და ეს ცრურწმენები ცავსია ესა თუ ის ამა თუ იმ ქვეყნის ამა თუ საზოგადოების კულტურა დაფუძნებულია ეს თვითწმენა ეს მითები თვითწმენა კი არა მითები სხვადასხვა ამბავზე და გაზვიადებული და მე გაინტერპრეტირებული და ასე შემდეგ. ჩემი მონოლოგიის თემა ეს არ არის. თუ ჩვენ საზოგადოებას სჯერა რომ წმინდა გიორგი მონაწილეობდა ასე მაგალითად ყველაზე გავრცელებული მითი ეს არის სწორედაც რომ უხილავად თუ ხილულად საერთოდაც მონაწილეობდა დიდგორის ომსა თუ ბრძოლაში 1121 წელს აქვე თბილისთან ახლოს სადაც სხვადასხვა ისტორიკოსი სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს თურქ-სელჩუკებისა მომხდურისა ხო მაგრამ ესეთი ობიექტური დათვლებით 300,000 და 600,000 ბუნებრივი არ ყოფილა ობიექტური დათვლებით. მაგრამ ავანებოთ თამასას თავი ეს მითის ნაწილია ხო ჩვენ რაღაც 600,000-იანი ჯარი დავავარცხით. ესეც სჭირდება თვითწმენის სამაღლებისთვის ქართულ საზოგადოების ნაწილს ყოველ შემთხვევაში. თუ ამისა გვჯერა მე სხვა რამეს შემოგთავაზებთ და სულ სხვა თემას შევეხები ახლა დღევანდელობაში განმოვინაცვლებ. რატომ არ უნდა გვჯეროდეს ის რასაც ახლა მე ვიტყვი. პოლიტიკას ეხება, დღევანდელ პოლიტიკას ეხება.
ანტი წმინდა გიორგიებსაც ეხება და ანტიქართველებსაც ეხება, რომლებიც მტერს მოყვარეს უწოდებენ და მოყვარეს კი მტერს უწოდებენ, რომლებსაც მომხდური როგორ უნდა უკუაგდონ, უკუაქციონ, არიციან, მაინც და მაინც ხმალს არ გულისხმობ ეხლა წმინდა გიორგის შემწეობას, ლოცვას, რომ წმინდა გიორგი დაგვეხმაროს, მაგრამ არიციან პოლიტიკა, ანუ ამის გვამით. საუბრობ ეხლა მე ბიზინა ივანიშვილზე და ირაკლი კობახიძეზე. თუ ჩვენ გვჯერა რომ წმინდა გიორგი ხილულად თუ ხილავად იბრძოდა თითგორის ომში, რატომ არ გვჯერა რომ დუშანბეში, თურქმენეთში გამგზავრებამდე დაახლოებით 24 საათით ადრე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად წოდებული იმყოფებოდა აბასთუმანის უღრანებში ბიზინა ივანიშვილთან კონსულტაციაზე და ამ უკანასკნელმა ბიზინა ივანიშვილმა მას ჭკუა დაარიგა და უთხრა რომ შენო როგორმე პუტინს უნდა შეხვდეო. და საერთოდაც სწორია ეს ვიზიტიო, კარგია ეს ვიზიტიო, ეს არის შესაძლებლობა საიმისოდ, რომ ჩვენ მოვამზადოთ და დავიწყოთ ფიქრი მომზადებაზე ორივე მხარემ, ქართულმა და რუსულმა ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე. და მე გეტყვით, რომ არ ვიცი რას მეტყვია წმინდა გიორგის დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობის დამჯერი მოქალაქეები, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ეს შეხვედრა უთათუოდ და უთუოდ შედგებოდა. ანუ ბიზინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს უთუოდ შეხვდებოდა ახლობით 24 საათით ადრე, ვიდრე ირაკლი კობახიძის თურქმენეთში გამგზავრებამდე და სალაპარაკო თემა რა იქნებოდა, მე გეტყვით ორი სიტყვით. იქნებოდა სწორედ ის, რომ ჩვენ სახელმწიფო საბოლოოდ აკეთებს ეს გზავნილი უნდა გადაეცა ირაკლი კობახიძეს ვლადიმირ პუტინისთვის, საბოლოო არჩევანს აკეთებს არა ევროკავშირის, ნატოს, ზოგადად დასავლეთის სასარგებლოდ თუ დასავლეთისკენ, შეერთებული შტატების გერმანს შორის, არამედ სწორედ იმ რუსული სივრცისაკენ, რომლის მთავარი სახელმწიფო რასაკვირველი არის რუსეთი. საქართველოს სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რომ წავიდეს უკლებლივ ყველა რისკიან მათ შორის და არაპოპულარულ მათ შორის ქართულ საზოგადოებაში რისკიან და ქართულ საზოგადოებაში არაპოპულარულ ნაბიჯზე და შეურიგდეს კი არა გადატვირთოს ურთიერთობები რუსეთთან, მათ შორის გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი მიაქციეთ ყურადღება ფორუმს, რომელიც ჩატარდა თურქმენეთში, ერქვა ზოგადი სლოგანი ასეთი იყო, ზოგადი ღონისძიების სულისკვეთება და სლოგანი ასეთი იყო თურქმენეთის ნეიტრალიტეტის ადმი მიწვრილი ფორუმი და ამ ფორუმზე მონაწილეობდა ყველა ის სახელმწიფო, რომელიც თავს აიდენტიფიცირებს, ბევრი ის სახელმწიფო, რომელიც თავს აიდენტიფიცირებს რუსეთის ფრთებქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ცდილობენ დაუსხმდნენ რუსეთის ფედერაციას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ. მე არ გულისხმობდი წინადადება რომ წარმოვთქვი, რასაკვირველია თურქეთს, რომლის ლიდერიც ერდოღანი იმყოფებოდა თურქმენეთში, ოღონდ მისი ჩასვლის მოტივაცია სულ სხვა იყო. ის მაინც ლაპარაკობს ერთიანი თურქულენოვანი სივრცის შექმნაზე და თურქმენეთი ამ თვალსაზრისით მეორე ხარისხოვანი, მესამე კი არა, მეორე ხარისხოვანი სახელმწიფო სულაც არ არის. ერდოღანმა დააფიქსირა, რომ ეს არ არის ჩასვლით, ეს არ არის რუსული სივრცე და ის ეცდება და მოახერხებს პირველ ყოვლისა ცხადია ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე ზეგავლენის მოხდენას და არ დაუტოვებს და ვერ დაუტოვებს გავლენის სფეროდ ამ სივრცეს, დიდი სივრცეა ძალიან, რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ბუნებრივია ახლო ეგრეთ წოდებულ სამეზობლოში საკუთარი გავლენების გაფართოება უნდა მით უფრო ახლა, როდესაც რუსეთმა შესანიშნავად შეიგრძნო, რომ ეს ხუთი რესპუბლიკა, ხუთი სახელმწიფო შეიძლება მას დაუსხლტეს, ამის ინდიკატორით მაჩვენებელი იყო ჩემს მიერ ხსენებული ამ ხუთი ლიდერის ვიზიტი არც თუ დიდი ხნის წინ შეერთებულ შტატებში და იმ საქმიანი, მოდი ასე ვიტყვი, ურთიერთობების დაწყება შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც საფუძველი სწორედ ვაშინგტონში ჩაეყარა. თავუნდეთ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და ამ დე-ფაქტო ხელისუფლების სუქსუკან დგომ ბიზინა ივანიშვილი ხვდება რა, რომ დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვა ვერ გამოვა ევროპასთან, მას გადატვირთვა არც უნდა, იმიტომ რომ ევროპა ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე
გამოხატვის თავისუფლებაზე და თქმელი იმისა, რომ საქართველოს ღიად თქმელი იმისა, რომ საქართველოს ყავს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, ბიზნეს ივანიშვილი მასთან ურთიერთობის დალაგებას არც მოინდომებს. მისი ორიენტაცია პრინციპში აღებული ერთგვარად ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და დაახლოებით შემდეგი გზავნილი ჰქონდა ვაშინგტონისათვის, განკუთვნილი, ბოდის ვიხდი, რაჩიკო უპასუხოთ აჩიკოს ხო არ იქნებით თქვენ წინააღმდეგი და განვაგრძოთ. აჩი ვიდეო ბლოგზე ვარ და დაგირეკავ. ვიდეო ბლოგი ბოდიში. ხო, დაგირეკავ 15 წუთში. კაი. აჩიკო გულედანი შესანიშნავი მოქალაქე პირველ ყოვლისა, ასე ვიტყვი და შესანიშნავი მუსიკოსი, აგრეთვე და მთელი გულედანების ოჯახი რასაკვირველია, არაჩვეულებრივი მოქალაქე, კვლავ მეორეჯერ ვახსენებ თუ არც მურთაზ ბიზნეს და მარიცა დაიდეს. აგრეთვე თამუნიეს საჩიკოს დას, გვანცას საჩიკოს მეუღლეს და საჩიკოს ბავშვებს, მარიამსა და ალექსანდრეს შეიპატიმის ცემა რასაკვირველია. ხო და საქართველოს ხელისუფლებას უნდა დე ფაქტო ხელისუფლებას უნდა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას და ბიზნეს ივანიშვილს დაახლოებით ასეთი გზავნილი ჰქონდა ვაშინგტონისთვის მიმიხეთ ისეთად როგორიც ვარ. თუ თქვენ ელაპარაკებით ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოდან 5-ვეს და აქედან მინიმუმ 4-ზე შესაძლოა 5-ვეზეც, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი 3-ზე 4-ზე არის ეჭვი და დადასტურებული ინფორმაცია რომ ისინი არა დემოკრატები კი არა, ლამის დიქტატორები არიან. თუ თქვენ ელაპარაკებით აგე ლუკაშენკას რომელსაც დაელაპარაკეთ და სანქციების ნაწილი მოუხსენით მართალია ამ უკანასკნელებას ანუ ლუკაშენკამ დათმო და 26 პოლიტპატიმარი გაანთავისუფლა სანაცვლოდ თუ თქვენ ელაპარაკებით ამ უუნარო ფაშინიანს რომელიც უჩემოდ ანუ საქართველოს გარეშე ვერც ვერაფრის გამკეთებელია ელაპარაკებით სანდუს რომელიც მიეტენა უკაცრავად მოლდოვაელებთან და ქალბატონ სანდუსთან პირველ ყოვლისა თქვენთანაც ფასობაყურებელ მიეტენა უკრაინას მაგრამ ის ზურგს უკან არის რუმინეთი და იმიტომაც არის ესეთი წელში გამყარებული გამაგრებული თუ თქვენ ელაპარაკებით ამ ომის დამწყებ თუ გამჭაღებელ ზელენსკის და ელაპარაკებით რასაკვირველია ალიევს რომელიც ჩემზე მეტი დიქტატორია ამ რეგიონში მე რატომ არ მელაპარაკებით მაგრამ ბიზნა ივანიშვილი ნელ-ნელა წმუნდება რომ შეერთებული შტატების მიმართ გასაგონად ეს საყვედური ყოველად უშედეგოა მას სანქციებს არ უხსნიან პირიქით სხვა სანქციებით ემუქრებიან გარკვეულზე მაღალი ალბათობით იმ 605 მილიონ დოლარს რომელიც ლონდონის სასამართლო მას დე იურე დაუმტკიცა და უბრუნა მაგრამ ჯერჯერობით ამდენადაც ვიცით არ ჩარიცხვია თუ არა იტყოდნენ რომ ირიცხა მისთვის უკან ანგარიშებზე შეერთებული შტატების მიმართ ბიზნა ივანიშვილს ნდობა დალაგების მიმართ ნდობა უკრება და წარმოუდგენლად მიაჩნია ახლა უკვე აურაც ხელფულს ხარჯავდა და ხარჯავს ის ლობისტებში ეს არ ნიშნავს რომ შეერთებულ შტატებს დაფიქსირებული აქვს ანტიბიზინა პოზიცია ახლა ბოლომდე ან ერთგვარად თუნდაც მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ ბიზნა ივანიშვილი ამ ბიზნა ივანიშვილს ეს მოლოდინი აქვს რომ რომელიღაც ეტაპზე ტრამპი რომელმაც ყველასთვის მოიცალა გარდა საქართველოსი მოიცლის საქართველოსთვისაც და არ იქნება საქართველოსთან ლოიალური მოსთხოვს ბიზნა ივანიშვილს ამაზე 4 წუთში ვილაპარაკეთ მოსთხოვს ბიზნა ივანიშვილს სულ მინიმუმ პოლიტიკოსი პატიმრების განთავისუფლებას და აგრეთვე პოლიტიკის შეცვლას და ასე შემდეგ და ვინც ის იქნება უფრო მძიმე სიტყვებიც კი გავიგონოთ ვაშინგტონიდან ხო და ამ პირობებში გნებავთ დაიჯერეთ გნებავთ არა და თუ გჯერათ რომ წმინდა გიორგი იბრძოდა ხილულად თუ ხილავად დიდ გორის ომში ისიც უნდა დაიჯეროთ რომ ბიზნა ივანიშვილმა მიიღო კი არა ხო მიიპატიჟა ნაუძახა ირაკლი კობახიძეს და უთხრა რომ როგორმე დალაგდი ახლა პუტინთან ჩვენ გვეჩქარება იმიტომ რომ როდესაც ტრამპი ძალიან დასავლეთი მოიცლის ბიზნა ივანიშვილისთვის თუ ამასობაში მას ბიზნა ივანიშვილს არ ეყოლება ლავრი და პატრონი რომელიც მას ფრთებს გადააფარებს და მას დაიცავს ტრამპის და დასავლეთის შემოტევისაგან ბიზნა ივანიშვილი ხდება რომ მას ძალიან და ერთობ გაუჭირდება აი იდეაში ამის სათქმელად იყო ჩასული ირაკლი კობახიძე პუტინთან რეალურად და არა თურქმენეთში მაგრამ იქ თავარბასპინძელი გასაკვირველია იყო პუტინი და კობახიძის გზავნილი დაახლოებით იქნებოდა შესაძლოა წერილობითი ფორმითაც მე არა ვარ დაწუნებული წერილობითი ფორმით არა წერილის გადაცემა ბიზნა ივანიშვილისთვის ვლადიმერ პუტინისთვის ბიზნა ივანიშვილის წერილისა რომელშიც ეს ლაკონურად იქნებოდა ჩამოყალიბებული
კერძოდ იქნებოდა ნათქვამი, რომ საქართველოს თანახმაა, რომ უარი თქვას ევროკავშირზე, საქართველოს თანახმაა, რომ ღია უარზეა ლაპარაკი და დამატებით უარზეა საუბარი და სამუდამო უარზეა საუბარი. საქართველოს თანახმაა, რომ უარი თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, რომელიც ბიზინა ივანიშვილისეული და არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილისეული გაგებით შემორღვეული და დანგრევის პირასაა, ევროკავშირის დანგრევის პირასაა, ეგრა მაგის პასუხია მათი აზრით. ევროკავშირს უჭირს და ნატოსაც ვაღიარებთ, მაგრამ დანგრევის პირას არც ერთი არ არის. საქართველოს თანახმაა, რომ გამოაცხადოს ცალმხრივი ნეიტრალიტეტი და მე ვისაც აქ Facebook-ი დაბეჯითებით ვთხოვ, შეიხედოს ბატონი კახა გოგოლაშვილის სტატუსში ამ 2-3 დღის წინ გამოქვი ბოლზე, კედელზე და წაიკითხო სტატუსი ბატონი კახა გოგოლაშვილისა, ესე იწერება კახა გოგოლაშვილი, როგორც გესმით, ლათინურად და ნახოთ რა კარგად აღწერს ბატონი კახა, რომელსაც მე გარკვეულ საკითხებს სხვაშორის არ ვეთანხმებოდი ამ ცოტა ხნის წინ მაგით არჩევნების საკითხში, რა კარგად წერს ნეიტრალიტეტზე, როგორც ასეთზე და აბსურდულობაზე ნეიტრალიტეტისა. ესენი ეტყოდნენ, რომ ჩვენ ვართ თანახმა მათ შორის ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე, ბოდიში. მათ შორის რუსული ბაზების დაკანონებაზე მიუხედავად ნეიტრალიტეტისა, მოკლედ მზადა ვართ თანახმა, ცოტა უხეშად ცხენს მაპატიეთ და უნდა მომიბოდიშოთ, მოგიბოდიშოთ, უნდა მომიტევოთ. თანახმა ვართ, რომ ჩვენ ჩაგიგორდეთ სარეცელში, გავიზიაროთ თქვენთან ერთად სარეცელი. ამიტომ მოახერხა ირაკლი კობახიძემ ამის გაკეთება. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი, გახსოვებათ ერთი კადრი გავრცელებული სწორედ თურქმენეთიდან იმ დიდი მრგვალი მაგიდაც არ ქვია იმას რაღაც იმ სივრციდან სადაც რომელს გარშემოს იყვნენ შემომსხდარნი ლიდერები და მთავარ ლიდერი აქ გითხარით იყო პუტინი. გახსოვებათ ერთი კადრი, როდესაც ირაკლი კობახიძეზე ესეთი მსხვილი ხედი თქვა ჩვენებენ მას, საკმაოდ მსხვილი ხედით და ის პუჩებს იჭამს, ნერვიულობს და ასე შემდეგ. ბევრმა მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძე უბრალოდ შეშინებულია, დამფრთხალია, თლად პუტინი უზის გვერდზე, არა, მაგრამ გვერდის გვერდზე. ამან არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს, როგორ უნდა მოიქცეს, გადაღლილია, ესეთი ვერსიაც მოვისმინე ირაკლი კობახიძე. საერთოდ რაღაც რამდენადაც საკმაოდ დაკომპლექსებული კაცია და ასე შემდეგ. ხო, და ამგვარი გამოცდილებას არა აქვს პრინციპში. ამანაც გამოიწვია დამატებით მისი აღელვა და ასე შემდეგ. მაგრამ მე სხვა ვერსიას შემოგთავაზებთ კიდევ. მე მაქვს ესეთი ფიქრი იმის თაობაზე, რომ ირაკლი კობახიძე ნერვიულობს იმაზე, რამდენად მოახერხებს ბიზინა ივანიშვილის დავალების შესრულებას, ანუ უხეშად პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება მართლა წერილის და შესაძლოა არა წერილის, მაგრამ თლად უარესი წერილს კიდე რა უნდა გადასცემ, როგორღაც არა წერილის, არამედ სიტყვიერად იმის გადაცემას უფროსისათვის სოფლიო პრობელი დერჟავისტი პუტინისათვის, რომელთანა შეხვედრაც ესე მარტივიც რასაკვირველია არ იქნებოდა, თუმცა მე არ ვიცი, მე მესმის რომ არ არის გავრცელებული კადრები ამის თაობაზე, რომ წმინდა გიორგი იბრძოდა უხილავი დიდგორის ომში, რომლითაც ჩვენ გვჯერა, არც ამის კადრები არ არსებობს, არც ფოტოკადრები და არც ვიდეო კადრები, ბუნებრივია, რომ ეს იარსებებს, ხო, გასაგებია რომ არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი რისი კადრიც არ არსებობს, არ ნიშნავს რომ არ მოხდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით პუტინსა და კობახიძეს შორის ეს ორწუთიანი პლუს მინუს შეხვედრა სახელდახელობით კი, ასე გეტყვით, შედგა და კობახიძე პრინციპში ზოგადად პუტინმა დაახლოებით უთხრა შემდეგი რომ აგზირჟაით მალაჩინატი ირაკლი კობახიძე და საღოლშენ და გაკეთებოდა მხარზეც მიუთათუნებდა თავის პატარა ხელუკას, მაგრამ ირაკლი კობახიძემ კი უთხრა რომ ჩვენ ვაპირებთ რომ რაღაცა ოფერი გქონდეს, რაღაცა ოფერი შემოგთავაზოთ და ასე შემდეგ. რომ მაინც და მაინც მართლა ჯიბეში არიდო წერილი ბიზინა ივანიშვილისა და ალბათ არიდო თლად გულახდილებით თუ იქნებით, შესაძლოა მან მოახერხა, ან სულაც ვერ მოახერხა გადაცემა ზეპირ სიტყვიერად იმ გზავნილისა, რომელიც აქ ბიზინას პუტინისათვის ესწავლილი. არის კვლავ ეს მიმორი ფასეთი. საქართველოს აღარ იქნება საქართველოს. ფორმალურად ცხადი ერქნება საქართველოს, ჯორჯია, გრუზია და ასე შემდეგ, მაგრამ არ იქნება იმ კონცეფციისა და იმ შიგთავსის იმ სულისკვეთების მატარებელი, როგორც იყო ეს ქვეყანა ყოველთვის. საქართველოს გადმოუგორდება რუსეთს იმ ნავში გადასკუპდება, რომლის ლიდერიც, ამის კაპიტანიც არის
რუსეთის სწორედაც რომ კიდევ უფრო დიდი ნავი არსებობს გემი, რომელიც კაპიტანი ჩინეთია, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გავხურდეთ თქვენის ნებართვით. საქართველოს გადმოსკუპდება საბოლოოდ დაადებს უკაცრავად სიტყვისთვის დასავლეთს, უარ სიტყვის მასზე, ოღონდაც კი თქვენ მოგვეცით გარანტია იმისა, რომ დასავლეთი ჩვენ არ დაგვრჩის და თუ დაგვრჩის, ჩვენ არ დავისჯებით რეალურად და რეალისტურად. მე ფიქრება რომ ეს ასეც არის და მე ფიქრება ისიც რომ ამასთან ყველაფერთან კავშირში არის ბევრი სხვა ამბავიც. კერძოდ მას შემდეგ მოდი ასე ვთქვა, კერძოდ მაღალზე გარკვეულზე მაღალი ალბათობით რუსეთის საყრდენს კარგავს უნგრეთშიც კი global წელს ისიც თქვენ რომ არჩევნებია და უნგრეთის დღევანდელი ლიდერი ორბანი მაღალი ალბათობით დამარცხდება არჩევნებში. ევროპაში როდესაც დაკარგავს რუსეთი საყრდენს ორბანის სახით, საქართველოს ავტომატურად კარგავს ორბანს რომ ვიცოდეთ. ანუ დღევანდელი უნგრეთი ხდება დღევანდელი ევროკავშირის და ნატოს ევროპის ნაწილის განუყოფელი და არატროასცხენი ნაწილი. რუსეთს სჭირდება სხვა ბევრი პარტნიორი და საქართველოსაც სჭირდება რუსეთის სახით მთავარი პარტნიორი კიდევ უფრო მძლავრად წარმოდგენილი ჩვენ სინამდვილეში. და ამიტომაც ეჩქარება ცალკე რუსეთს საქართველოს საბოლოო მოხელთება როგორც შავი ხვრელისა თუნდაც პოსტომის პირობებში ან თუნდაც გლობალური დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში ცივილიზებულ სამყაროსთან ევროპის ნაწილთან თუ მართლა მესამე მსოფლიოში უხეშად 5 წელიწადში გადაიზარდა ეს ყველაფერი. ამიტომ რუსეთს პუტინს სჭირდება ბიზინა აქ და ბიზინას სჭირდება პუტინი იქ. ეს არის ორი ერთმანეთთან გადახლართული პოლიტიკური ცხოველი, ასე ვიტყვი, და რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ. ბიზინა ამას პირდება, თუმცა პუტინისთვის და ზოგადად რუსეთისთვის და ბიზინასთვისაც პრობლემა არის ადამიანი ამ ქვეყანაში. ამ თემაზე აღარ გავამახვილე ყურადღებას პროტესტის აუცილებლობაზე, მარშებზე, ხმაზე, ჩვენს ხმაზე, თუნდაც ხანდახან სკეპტიკული ხასიათზე რომ დაგვაყენებს ხოლმე ჩვენი დაბალი ხმა, ამაზე არ გავამახვილე ყურადღებას. გავამახვილე ყურადღებას იმაზე, რომ ჩვენ პროტესტში ვართ, ბიზინა ყველაფერს ვერ ახერხებს. თუმცა კვლავ ვიმეორებს აპირებს რომ გადაუგორდეს პუტინს სარეცელში, თუ გნებავთ ასე ვიტყვი და საქართველოს დესაქართლოიზაცია მოახდინოს. იდეაში სწორედ ამის სათქმელად იყო ჩასული კობახიძე და მან უთუოდ შესთავაზა პუტინს იმ ორ სამწუთიან შეხვედრაზე, როცა მას ჰქონდა შეხვედრა, რომ იქნება და გადავწყვიტოთ ურთიერთობები. ეს არის საელჩოების გახსნა, ეს არის ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება, ეს არის ნეიტრალიტეტის გამოცხადება ძალმხრივისა, ეს არის რუსული ბაზების დაკანონება, ეს არის ნატოზე და ევროკავშირზე უარის თქმა და ასე ხია უარის თქმა. პუტინის ერთგვარად აწვება, თუ სწორი სიტყვა, რომ ეს დააჩქაროს საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა გარანტიები, რომ პუტინი როცა დასავლეთი დაარტყამს და დაარტყამს უთუოდ, აუცილებლად მოიკითხავს ტრამპი მის შესახებ, ივანიშვილის შესახებ ცნობებს და აუცილებლად ახალი სანქციები წამოვა და აუცილებლად ისიც გეტყვით, აუცილებლად ჰააგაში დაასრულებს ბიზინა ივანიშვილიც და კიდევ ბევრი ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენელი თავის პოლიტიკურ კარიერას და ვინც ის არა მხოლოდ პოლიტიკურ სიცოცხლეს, არამედ ფიზიკურ სიცოცხლესაც დაასრულებს არაორდინალურად, მოდი ასე ვიტყვი. მაგრამ ამ პერიოდამდე კი არა, ამას ხვდებიან თუ არ ხვდებიან დამოუკიდებლად ამისა, მათ სჭირდებათ პატრონი. პატრონი რუსეთის სახით კიდევ უფრო მყარად მდგომი და კიდევ უფრო მეტად მთქმელი იმისა, რომ ისინი დაიცავენ მათ. დაიცავს რუსეთი? ვერ გეტყვით. რუსეთსაც თავის დედლაინები აქვს. რუსეთსაც უნდა რომ ბიზინამ სწრაფად გააკეთოს ის, რაც აქამდე რუსეთის გაგებით უნდა გაეკეთებინა, მაგალითად 24-ში მას საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოეპოვებინა, აქამდე უნდა გაეუქმებინა პოლიტიკური პარტიები, აქამდე უნდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოეჩინა მიხეილ სააკაშვილს კი არ უბრუნდები, მაგრამ მაინც მიხეილ სააკაშვილი ცოტა პოლიტპატიმარი კი არ უნდა ყოლოდა, არამედ ყველა პოლიტიკოსი უნდა დაეჭირა და ასე შემდეგ უნდა ჩაეხშო როგორ ხოს მიტინგი დემონსტრანტის ხმა და ასე შემდეგ, ვიცით ამას ვერ ახერხებს, მაგრამ მასზე უკეთესი წარეგულება რუსეთს ეს მინდა ვთქვა. ირაკლი კობახიძე კი იჭამს თუჩებს. მან ან შეასრულა, ან სულაც ვერ შეასრულა დავალება ბიზინა ივანიშვილისა. თუ ვერ შეასრულა, დაკლავს ბიზინა. თუ შეასრულა და თბილისში დაბრუნებულ ირაკლი კობახიძეს ააზვის ხესთან რო გავიდა
ნაზვის ხესთან, რომელიც ანთებულია ქვეყანაში, რომელსაც ყავს 200-მდე სინდისის პატიმარი და რომელშიც ანუ ამ ქვეყანაში არიან უსინდისოდ და უნამუსოდ და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანები. მზია მახლობელი პირველ ყოვლისა და სხვები მარტო პირველ ყოვლის მარტო მზია არა და მარტო მასზე არ ვსაუბრობ, ხო, სხვებიც პირველ ყოვლისა. ირაკლი კობახიძე ცოტა აღელვებული გაგიკვირდებოდა ნაზვის ხესთანაც ჩანდა. დაიღალა ბიჭი, თუ დაიღალა დაკალით. პოლიტიკურ დაკვლას გულისხმობ, გასაკვირველი.